ქვეყანაში ფასები კიდევ უფრო იზრდება, მაგრამ ის ინფორმაცია, რასაც მთავრობა გვაწვდის, ეს არ არის სწორი. იტყუებიან საქართველოს სტატისტიკის სამსახური ასრულებს მთავრობის პოლიტიკურ შეკვეთას, ყველა მაჩვენებელს აყალბებს. მშპ-ს მაჩვენებელს ზრდის, ფასების ზრდის მაჩვენებელს აკლებს და ემსახურება ხელისუფლებას პოლიტიკურად. ფასები ქვეყანაში არის გაზრდილი იმაზე მეტად, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკით ჩვენ ამას ვხედავთ. თითოეული ადამიანი საკუთარ თავზე გზნობს ფასების მატებას. ამ თვეში ფასები გაიზარდა იმაზე მეტად, რაც დაგეგმილი იყო ეროვნული ბანკის მიერ, ანუ გადააჭარბა მნიშვნელოვნად მიზნობრივ მაჩვენებელს. განსაკუთრებით იმ სფეროში იზრდება ფასები, სადაც ჩვენი მოქალაქეები საკუთარი შემოსავლების უდიდეს ნაწილს ხარჯავენ. დაახლოებით 70-80% იხარჯება ისეთი მიმართულებით, როგორიც არის სურსათი, ჯანდაცვის სფერო, კომუნალური მომსახურება, საწვავი და ასე შემდეგ. სტატისტიკის სამსახური იძულებულია რომ აჩვენოს ორ ნიშნას და უკვე 12%-მდე გაიზარდა მხოლოდ წელს ფასების სურსათზე. ისევე როგორც სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდამ ორ ნიშნას გადააჭარბა. აბა გავიხსენოთ რა ღირდა ექიმთან ვიზიტი 2 ან თუნდაც 1 წლის წინ. 40 ლარი. 50 ლარი დღეს 100-150 ლარი ღირს. აბა ვნახოთ რეალურად რა ღირს ჩვენთან საქონელი ეს ხორცი იქნება, ყველი, ხილი და რას გვიჩვენებს სტატისტიკის სამსახური. რა თქმა უნდა, ამცირებს ამაჩვენებელს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოდის საკმაოდ დიდი. ყოველთვის, როდესაც ხელისუფლება თავს იმართლებს, იხმობს ხოლმე საგარეო ფაქტორს. აი, საგარეო ფაქტორი რაღაცა მოხდა, ნავთობზე ფასი გაიზარდა, ხორბალზე ფასი გაიზარდა და ასე შემდეგ. არავითარი საგარეო ფაქტორი დღეს არ არის. პირიქით, ნავთობზე ფასი შემცირდა და ამათ უყვართ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა და რუსეთში საერთოდ ზედაჭერი დაუწესეს ნავთობზე და იქიდან შემოტანილი საწვავი ძალიან იაფია. ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი, მაგრამ განსაკუთრებით რუსული საწვავი. არ არსებობს ესეთი ფაქტორი, რომლითაც ხელისუფლებამ შეიძლება თავი იმართლოს. ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის არასწორი ფულადსაკრებო პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი აწარმოებს და არასწორი საბიუჯეტო პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა აწარმოებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი ასე ვთქვათ, უგუნურობის გამო, როცა 800 მილიონი რეზერვები დახარჯა წინასაარჩევნოდ გასულ წელს ოქტომბერში, იძულებული გახდა, რომ რეზერვები შეევსო, თავქვთ მოგლეჯილი დაიწყო მისი შესყიდვა, თითქმის $1.5 მილიარდი შეისყიდა წლის დასაწყისიდან, ამაყობენ ამით, გუშინ ყობახიძემაც იამაყა რეზერვები გაიზარდა, სამლოში $1.5 მილიარდი რეზერვის შესყიდვა ნიშნავს მიმოქცევაში $4 მილიარდი გაშვება. M2 ფულის მასა გაიზარდა. ინფლაცია, ეს არის მონეტარული, ასე ვთქვათ, მოვლენა. ინფლაცია ყოველთვის ფულის მასის ზრდასთან ანკლებასთან არის დაკავშირებული. ისევ როგორც უზარმაზარი ფული გადმოირიცხა უცხოეთიდან 3 მილიარდი ფული და უფრო მეტი შემოვა წელს. ჩვენი ემიგრანტებიდან ორჯერ მეტია ეს, ვიდრე ეს კორონას პერიოდამდე იყო, როდესაც მაქსიმუმი იყო 1.7-1.8 მილიარდი. სამწუხაროდ ეს იმის მაჩვენებელიც არა, რომ ქვეყანა დაიცალა და ასეულად ასობით ადამიანი გადის, მაგრამ ეს ფული შემოდის და ლარს ამყარებს და ლარის კურსი დღეს შეიძლება უფრო მყარი ყოფილიყო, რომ არა ის 4 მილიარდი ლარი, რომელიც დოლარის შესასყიდად ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა. კიდევ უფრო მყარი ლარი ნიშნავს იმპორტის გაიაფებას. ვინაიდან ქვეყანა არის იმპორტზე დამოკიდებული და თუ შეხვალთ ხოლმე სუპერმარკეტში დაინახავთ, რომ 90% რაც იქ იყიდება, ყველაფერი შემოტანილია, წვენებით დაწყებული და დამთავრებული ნებისმიერი საქონლით, რასაც იქ ვხედავთ. ამიტომ ლარი უფრო მეტად შეიძლება ყოფილიყო მყარი, რომ არა ეროვნული ბანკის მიერ გადაჭარბებულად, ასე ვთქვათ, ზედმეტი გატაცება რეზერვების შევსებით. გარდა ამისა, არნახული მოგება აქვს საქართველოს კომერციულ ბანკებს. ჯერ წელი არ დამთავრებულა და $2 მილიარდი უფიქსირდება თუკი მოგება. ეროვნული ბანკი 4 მილიარდს სესხს აძლევს ყოველ ხუთშაბათს ეგრეთ წოდებული რეფინანსირების სესხების სახით. განაკვეთი არის საკმაოდ მისაღები კომერციული ბანკებისათვის 8%-მდე, ეროვნული ბანკი განიღებენ 8%-იან სესხს და შემდეგ უკვე 15 და 16%-ად აძლევენ და თუ სამომხმარებლო სესხია კიდევ უფრო მეტად. და ამითაც უკვე მეორე მიმართულებით იზრდება ფულის მასა. რაც შეეხება საბიუჯეტო მხარეს, ყველამ კარგად დაინახა, რომ იძარცვება ქვეყანა, იძარცვება ბიუჯეტი. მარტო ინფრასტრუქტურის პროექტებში წელს დაახლოებით 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება. საქართველოს
ბიუჯეტი ქართული ოსტების მმართველობის პერიოდში ჯამში მარტო ერთი ბიუჯეტი, სახელმწიფო ბიუჯეტი იყო 200 მილიარდი ლარი. 200 მილიარდი ლარის 13%. ანუ 27 მილიარდი მარტო ერთმა სამინისტრომ დახარჯა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და თუ როგორ ხარჯავდა თავად ისინი აღიარებენ აგერ 1 მილიარდის ოდენობის პროექტები თურმე აგერ ერთმა მინისტრმა მეორეს დააბრალა და მეორეს დაიჭერენ ახლა ფაქტობრივად ამში და ომის გამო თავად ამბობენ იმ საშინელ ინფორმაციას, რასაც ბიუჯეტის ფლანგვა ჰქვია და ბიუჯეტიდან გასული აი ეს ბიუჯეტის დეფიციტი პლუს იქიდან გასული ფული რომელიც ორმა გაიცემა ტენდერებში 1 მილიონი სადაც საჭიროა გზის გაკეთებაზე 2 მილიონს ურიცხავენ და იმ 1 მილიონიდანაც ზოგავენ ფულს უხარისხოდ გაკეთებული საქმის გამო რა თქმა უნდა ეს ფული შემდეგ ვიღაცების ჯიბეებში ილექება რომელიც უკვე ინფლაციის გამომწვევი ფაქტორი ხდება და თავად კორუფცია და სახელმწიფო პლანებთან დაკავშირებული ასეულ მილიონობით ფული უკვე ახამდე არ ვამბობდით, მაგრამ თავად მათ ამხილეს საკუთარი თავი, აგერ უკვე ინფლაციის დამატებითი გამომწვევი ფაქტორი ხდება. შოკი დაემართა თემურჭყონიას, როდესაც მთავრობიდან გამოვიდა და მან განაცხადა ალბათ ისტორიული ფრაზა, რომ არ მეგონა თუ ქვეყანაში ამდენ სიპარავდნენ, ან არ მეგონა თუ ქვეყანაში ამდენი მოსაპარი იყო. რატომ ვამბობ თემურჭყონიას? ეს არის პირველი უცხოური ინვესტიციის მიმღები. მაკდონალდსმა რომ იშოვოს იმდენი ფული, რამდენიც მარტო ღარიბაშვილს აღმოუჩინეს. 6 მილიონი ნახევარი დოლარი ჩანთებში, ეს არის დაახლოებით 20 მილიონი ლარი. მაკდონალდსის მოგება, სადაც 1400 კაცი მუშაობს, წლიური ბრუნვა 200 მილიონ ლარზე მეტია 2021 წელს იყო 17 მილიონი ლარი 25 რესტორანი იმაზე ნაკლებ მოგებას გამოიმუშავებდა აი ამ სიმწრით ასე თქვათ ნაშრომ მოგებას ვიდრე ერთ ადამიანს ჩანთებში ფული უპოვნეს მაკდონალდსის მოგება 32 მილიონი ლარი იყო გასულ წელს მის ნახევარზე მეტი ღარიბაშვილის ჩანთებში იყო ასე ვთქვათ, ნაპოვნი მიმდინარე წელს. მზოდებს და რაღაც ოქროულობას არ ვათვლი, იმიტომ რომ არ ვიცით ახლა ვისი ოჯახიდან იქნა ამოღებული და დაიშოკებოდა ეს ადამიანი, აბა რა. ამიტომ უკვე თავად კორუფციული არხებით გადანაწილებული ფულიც ინფლაციის ფაქტორი ხდება. რომ შევაჯამოთ, ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკა, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ ფულის ფლანგვა შეცდომებით თუ კორუფციული, ასე ვთქვათ, მიზნებისათვის.